დღეს ერთ ძალიან აქტუალურ თემას, უკვე როგორც გითხარით, ვეხებით. შეიძლება ითქვას, ახალ სოციალურ და სამართლებრივ თემაზე უნდა ვისაუბროთ. მშობლები არც თუ ისე იშვიათად შვილების ფოტოებს, ვიდეო მასალას და ცხოვრების ამსახველ კადრებს, მნიშვნელოვან კადრებს სოციალურ ქსელებში ძალიან დიდი წარმატებით და დიდი დოზებით აზიარებენ. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ამ თითქოს ერთი შეხედვით უწყინარ ქმედებას და ქმედების პარალელურად ჩნდება კითხვები. რამდენადაა დაცული ბავშვი და ბავშვის ინტერესები? სად გადის ზღვარი ზრუნვასა და ბავშვის პირადი სივრცის დარღვევას შორის და რა სამართლებრივი თუ უსაფრთხოების რისკების წინაშე დგება როგორც მშობელი, ასევე პატარა. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენ ადვოკატ ზაზა დათუკიშვილთან ერთად. ბიომშვიდობისა, ბატონო ზაზა, ძალიან მნიშვნელოვან თემას ვეხებით. ბავშვების უსაფრთხოებას, პირად სივრცეს და ძალიან ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემაც გახდა შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ სოციალურმა ქსელებმა ეს ყველაფერი ტექნოლოგიების განვითარება მოიტანა თანამედროვეობაში. რატომ გახდა დღეს ეს თემა ასეთი აქტუალური? აი, ჯერ რომ ამ საკითხით დავიწყოთ. მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობა მოწვევისთვის, ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა. ეს თემა აქტუალური გახდა, რადგან დამეთანხმებით, რომ სოციალურმა მედიამ და სოციალურმა სამყარომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება შეცვალა. ადამიანები და მათ შორის მშობლები სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდებიან სოციალურ მედიაზე და როგორც თქვენ აღნიშნეთ, მართლა ძალიან დიდი დოზით და წარმატებით ხდება უკვე მათი პირადი ინფორმაციის და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელება. პრობლემა აქტუალური ხდება ყოველდღიურად და ამაზე სხვათა შორის ექსპერტები სულ უფრო და უფრო მეტად საუბრობენ და საუბრობენ აი იმ რისკებზე, რომლებიც მომავალში ამ ყველაფერს შეიძლება მოყვეს, ახლავს და სხვათა შორის ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორმა სტეისი სტეინბერგმა წიგნიც კი გამოსცა უკვე ამ თემაზე, რომელსაც ქვია აღზრდა გაზიარების სამყაროში და იქ საუბარია თუ როგორ უნდა გავაზიაროთ ეს ყოველდღიური ფოტო, ვიდეო ან სხვა სახის ინფორმაცია, ისე რომ დავიცვათ ოჯახები სამყაროში, სადაც აღარ არსებობს პირადი სივრცე. აი ეს ფრაზა ძალიან კარგად გადმოსცემს და აღწერს დღევანდელ რეალობას, რომ დღეს უკვე აღარ არსებობს პირადი სივრცე და ყველაფერი ხდება ძალიან საჯარო. სწორედ ამიტომ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და გაითვალისწინონ მშობლებმაც, თუ რა საფრთხეები ახლავს ამ ყველაფერს და რა რისკები შეიძლება არსებობდეს მომავალში, რომელიც დააზიანებს ბავშვის ინტერესებს და მის პირად ცხოვრებას. აი, ზუსტად მივადექით აი ამ საკითხს. სად გადის ზღვარი აი ამ ინფორმაციის გავრცელებისას გართობის მიზნით და იქამდე დავუშვათ, სადამ ბავშვის უფლებებს დავარღვევთ. კი ბატონო, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, როგორც მშობლებს, რომ მშობელი ყოველთვის უნდა მოქმედებდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ამიტომ ზღვარი გადის ზუსტად იქ, სადაც მთავრდება მშობლის სურვილი გააზიაროს ის თავისი ემოციურობა, ყოველდღიურობა და ასე შემდეგ, სადაც ეს ეჯახება ბავშვის პირადი ცხოვრების, ღირსების და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ მშობლის უფლება არ არის აბსოლუტური აქ და მშობელს არ აქვს უფლება თავისი შეხებულებისამებრ გააზიაროს ან არ გააზიაროს რაც მოუნდება და ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი და მადლობა თქვენ ამ საინტერესო გადაცემისთვის, რომ მშობლებმა იცოდნენ აი ეს ზღვარი სად გადის და იცოდნენ ის საფრთხეები, რომლებზეც ალბათ ვისაუბრებთ დეტალურად და ის რისკები რა შეიძლება ამ ყველაფერს თან ახლდეს. ისეთ რა შეიძლება საერთოდ არ ფიქრობდნენ მშობლები აი ამ ყველაფერს. შემთხვევაში ვერ იაზრებენ კი. ნამდვილად ისინი რაღაცა ემოციურ სამართლებრივად ვის ეკუთვნის ეს ფოტო და ვიდეო მასალა? მშობელს თუ თავად ბავშვს?
სამართლებრივად ნახეთ, ესეთი კონკრეტული რეგულაცია ქართულ კანონმდებლობაში, ბავშვთა უფლებათა კოდექსში იქნება ეს თუ ნებისმიერ სამოქალაქო კანონმდებლობაში არ არსებობს. თუმცა ნახეთ, ამოსავალი წერტილი სად არის, როგორც აღვნიშნეთ, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და ბავშვის უფლებები არის უპირველესი. შესაბამისად, სამართლებრივად ფოტოსურათი შეიძლება ეკუთვნოდეს მშობელს, რომელმაც გადაიღო, თუმცა მასზე არსებულ გამოსახულებაზე უფლება ცალსახად ეკუთვნის ბავშვს. ამიტომ აქ ერთ ძალიან საინტერესო დეტალთან მივდივართ. სანამ გამოვაქვეყნებთ ფოტო ან ვიდეო მასალას, აუცილებელია ბავშვის თანხმობა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. ხო, ეს თანხმობა ისედაც ვერ ვაქვეყნებ მე მაგალითად ჩემი შვილის ერთ ფოტოს. აქ ცოტა სადავო საკითხია, გეთანხმებით, ბევრისთვის სხვადასხვანაირად აღიქმება ეს ასაკიც. ხო, მაგალითად 5 წლის ბავშვს, 6 წლის ბავშვს უნდა ვკითხოთ თუ არ უნდა ვკითხოთ. ზოგი ბავშვი გვეუბნება თანხმობას, აღიქვამს ამ ყველაფერს, ზოგი ვერა, მაგრამ ნახეთ, თუნდაც იმ ასაკში, მაგალითად 5, 9, 10 წლის ბავშვს, 11 წლის ბავშვს რომც ვკითხოთ და გვითხრას თანხმობა, ბავშვი თანხმობას გვეუბნება მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ხო? მოსწონს ეს ფოტო თუ არა, რა თქმა უნდა, ბავშვი ვერ აანალიზებს და ვერ აღიქვამს იმას, ამის უკან რა დგას და ეს მომავალში რა შედეგებს მოგცემს. ამიტომ მშობელს მაინც ეკისრება ეს პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ მშობელმა გაიაზროს ეს. ძალიან საინტერესოა, ეხლა თქვენ ახსენეთ, მომავალში რა შედეგებს მოგცემს. რა შედეგი შეიძლება? აი კონკრეტული მაგალითები რო ვუთხრათ, რომ კი არ შევაშინოთ, უბრალოდ ინფორმაცია მივაწოდოთ მშობელს, რომელიც საერთოდ არ ფიქრობს იმ მომენტში შეიძლება ამაზე, მაგრამ აი რა საფრთხე შეიძლება ამას მოყვეს. მოდით აქ შევეხოთ, ძირითადად 4 რისკი არსებობს, 4 საფრთხე, რაც მომავალში შეიძლება არსებობდეს. პირველი ეს არის ბავშვთა პირადი ცხოვრების დაცვა, მეორე ეს არის ციფრული კვალის დატოვება, მესამე უსაფრთხოების საკითხები და მეოთხე ფსიქოლოგიური ზეწოლა. მოდი დავიწყოთ პირველი, რომელიც ზოგადია და ორი სიტყვით შევეხები, ბავშვთა უფლებების პირადი ცხოვრების დაცვა, ანუ ყველა ვთანხმდებით, რომ ბავშვს აქვს შეიძლება იმაზე მეტი უფლება, ვიდრე ზრდასრულ ადამიანს და როდესაც მის პირად ცხოვრებას ვეხებით, მას უნდა შევუთანხმოთ ესა თუ ის საკითხი. მეორე ციფრული კვალი. ეს ძალიან საინტერესოა, ეს digital footprint ქვია საერთაშორისო ენაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ფოტო, ნებისმიერი ვიდეო, რომელსაც დღეს განვათავსებთ ჩვენ ინტერნეტ სივრცეში და საჯარო სივრცეში, ეს რჩება წლების განმავლობაში. ამიტომ მომავალში რა შედეგს გამოიწვევს ეს, დღეს ამაზე საუბარი ძალიან რთულია, თუმცა უნდა გვახსოვდეს ეს, რომ შეიძლება მომავალში ამის რედაქტირების საშუალება აღარ გვქონდეს. და იმ მაგალითად ეს ექსპერტები ამბობენ ესეთ რამეს, რომ ეს არის პირველი თაობა, რომელიც იზრდება ამ ციფრულ სამყაროში, ამიტომ ესე წინასწარ საუბარი რა შედეგებს გამოიწვევს ძალიან რთულია, თუმცა საფრთხეები უკვე სახეზეა. და ამ საფრთხეებზე უნდა ვიფიქროთ. მესამე უკვე უფრო აი კონკრეტიკა, სადაც ხდება, ეს არის უსაფრთხოების საკითხები და აქ საუბარია შემდეგზე, რომ ბავშვის ყოველდღიური ცხოვრების განთავსება, მაგალითად ინტერნეტ სივრცეში, მაგალითად რომელ სკოლაში სწავლობს, რა მარშრუტით გადაადგილდება, რომელ პარკში ისვენებს, რომელ კაფეში მიირთმევს ნაყინს ყოველდღურად ასე შემდეგ, იწვევს უსაფრთხოების რისკებს. მით უმეტეს დღევანდელ სამყაროში, სადაც ძალიან გართულებულია ცხოვრება, ძალიან ბევრ დანაშაულს ვაწყდებით, თუნდაც ჩვენს მაგალითზე რო ავიღოთ, ხო, ბოლო პერიოდში უკვე რამდენი დაჯგუფება დააკავა სამართალდამცავმა ორგანოებმა, რომლებიც ალოდობენ ბავშვებზე გამუდმებით და კიდევ ძალიან ბევრი საერთაშორისო ინტერნაციონალური დანაშაული არსებობს, ხო, რომელსაც არ შევეხები, არ დავზაფროთ მაყურებელი, მაგრამ დანაშაულის მოწყვლადი ხდება ბავშვი ყოველთვის, როდესაც მისი არის ყოველდღიური ცხოვრება გამოდის სააშკარაოზე და არის ამ ყველაფრის რისკი. და მესამე ეს იყოს ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელიც ძალიან მარტივად აღქმადია. ნახეთ, პირველი ის, რომ ბავშვი იზრდება, ხო, ხდება მოზარდი, შემდეგ ზრდასრული და ასე შემდეგ. გარკვეული წლების მერე ის ფოტომასალა, რომელიც გავრცელებული იყო ინტერნეტ სივრცეში, მისთვის შეიძლება აღარ იყოს მოსაწონი, ხო? თუნდაც ელემენტარულად მისი ვიზუალური მხარე, შეიძლება რაღაცა შეიცვალოს, ბავშვი შეიცვალოს, ვიზუალი შეიცვალოს და როცა ხედავს მისი ბავშვობის დროინდელ ფოტოსურათებს, ფოტომასალას, რომელიც საჯაროა და რომელზეც როგორც აღვნიშნეთ, ვეღარ ვცვლით მას ეწვდომას, ხო, ეს დარჩა უკვე ინტერნეტ სივრცეში. ამას
მან შეიძლება გამოიწვიოს მოზარდის სტრესი, ტრავმა და ასე შემდეგ და მეორე საკითხი შეიძლება ძალიან მარტივად ბავშვი გახდეს ბულინგის მსხვერპლი სხვა თანატოლების მხრიდან, როდესაც მისი ფოტო ან ვიდეო მასალა განუწყვეტლივ ტრიალებს ინტერნეტ სივრცეში, ხო? შეიძლება თანატოლებმა მოახდინონ ამ მასალის გადაზიარება, აიტაცონეს, მოხდეს აქტიური კომენტირება და ასე შემდეგ და მივიღოთ ისეთი გაუაზრებელი სტრესი და შედეგი, რომელიც ბავშვს ძალიან სერიოზულ ფსიქოლოგიურ ტრავმას მიაყენებს. ამიტომ ესეც ყოველთვის უნდა გავთვალოთ. ძალიან ხშირად მშობლებს გონიათ, რომ რაღაცა ვიდეო ან ფოტო ძალიან სასაცილოა, დადებენ, ამით ხალისობენ, თუმცა ეს იმ მომენტშიც და ძალიან უახლოეს მომავალშიც, ძალიან ახლო მომავალშიც შეიძლება ძალიან სერიოზული სტრესის საფუძველი გახდეს ბავშვებთან მიმართებით. ესეთი ცოტა ფაქიზი თემაა და თან ბავშვები ცოტა ცნობიერებლად შეიძლება ითქვას. ცოტა დაუნდობლია. შეიძლება ისე გაეხუმროს კი თანატოლი მოზარდი ისე გაეხუმროს მეორეს ისე გაეხუმრონ ერთმანეთს, რომ ამით ძალიან დიდი სტრესი მიაყენონ ერთმანეთს და მით უმეტეს აი დღევანდელ სოციალურ სამყაროში, სადაც ძალიან უწყინარი პოსტიც კი რომ დადო, ანუ არაერთგვაროვანი ძალიან ბევრი ხო ისეთი არაადეკვატური გამოხმაურებები ხალხი ერთმანეთის ამ ეგრეთ წოდებულ ბულინგს, დამცირებას, ქილიქს შეურაცხყოფას, რომ აი ბოლოს ძალიან მძიმე შედეგება მე ვფიქრობ, რომ ეს პირადი სივრცის დაცვა მაინც კი ხო ყველა ძალიან ბევრი საფრთხისგან იცავს ადამიანს. როგორია საერთაშორისო პრაქტიკა? ამ თემაზეც რომ ვისაუბროთ. საერთაშორისო პრაქტიკავენ ქვეყნები, უცხო ქვეყნები. იმიტომ იქ უფრო ფართოდ არის და უფრო დიდი ხანია დაუშვათ ამ პრაქტიკა. მიუხედავად ამისა, რომ იქ უფრო ფართოდ არის და უფრო დიდი ხანია გავრცელებულია ეს პრაქტიკა, კონკრეტული კანონმდებლობა ან სამართლებრივი რეგულაციები, ისევე როგორც საქართველოში, სოციალურ მედიასთან დაკავშირებით არ არსებობს. არანაირი ესეთი კონკრეტული კანონი, რა შემთხვევაში უნდა მოხდეს სოციალურ მედიაში, გაზიარება, ატვირთვა და ასე შემდეგ არ არსებობს. თუმცა, ისევე როგორც საქართველოში, გავაერთიანოთ ეს ორი მოცემულობა, ამოვდივართ საერთო კანონმდებლობიდან და საერთო ნორმებიდან. ყოველთვის, როცა რაღაცა სოციალურ მედიაში ვავრცელებთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გვაქვს ბავშვთა უფლებათა კოდექსი, ბავშვთა უფლებათა კონვენცია, რომელიც იცავს ბავშვთა უფლებებს და ნებისმიერი ქმედება, რომელიც იქნება სოციალურ მედიაში, არ უნდა ლახავდეს ბავშვთა აი ამ კანონმდებლობებით დაცულ უფლებებს. და აქ საინტერესოა, რომ სოციალური მედია არის იგივე საჯარო სივრცე, ხო, აი ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც ვრცელდება მშობელზე, შვილზე, ქუჩაში, სკოლაში და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ვრცელდება სოციალურ მედიაზეც, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი საჯარო სივრცე. აი დაუშვათ თქვენ ახსენეთ ციფრული დაუშვათ კვალი. აი შესაძლებელია დღეს გამოქვეყნებულმა ბავშვის უწყინარმა ფოტომ ბევრი წლის შემდეგ მის სამსახურებრივ დაუშვათ ან სხვა დაუშვათ სფეროზე მოახდინოს რამე უარყოფითი შტაბეჭდილება და გავლენა დაუშვათ. კი ბატონო, ნახეთ, კიბერუსაფრთხოების თემაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი აქაც ძალიან მანიპულაცია იგივე რაც შენ ახლა ახსენე, რომ შეიძლება სამომავლოდ რაღაცაზე გავლენა მოახდინოს მის ცხოვრებაზე. კი ბატონო, უკვე არსებულ გამოწვევებზე დაყრდნობით ექსპერტები გამოყოფენ რამდენიმე საკითხს, რომელმაც უკვე იჩინა თავი ამ კიბერუსაფრთხოებიდან გამომდინარე. პირველი ეს არის ამ გამოქვეყნებული ფოტოების და ვიდეოების გადაზიარება. ხშირად შეიძლება თქვენ შეხვედრი ხართ, რომ საერთოდ სხვა გვერდები იღებენ მე ამ ბავშვების ფოტოებს, ხდება მისი ხელახლა გამოქვეყნება და სხვადასხვა მიზნებისთვის გამოყენება. ეს ერთი. მეორე, ბავშვების ფოტოებს იყენებენ სხვადასხვა ანონიმური გვერდების შესაქმნელად და ამ გვერდებსაც იყენებენ სხვადასხვა მიზნით. მაგალითად, თაღლითური მიზნით ხდება, რომ აი დაგვეხმარეთ, ბავშვს ჭირდება დახმარება და ამ დროს სრულიად სხვა ბავშვის ფოტოებია ატვირთული და გამოქვეყნებული. მესამე ეს არის აი ეს კიბერუსაფრთხოების საკითხი უკავშირდება ამ პირადი ინფორმაციის გავრცელებას და ყველაზე დიდი გაფრთხილება არის, რომ არც ერთ შემთხვევაში არ გავავრცელოთ პირადი ინფორმაციის ამსახველი ინფორმაცია, მაგალითად სახელი, გვარი, სხვა პირადი ნომერი, პირადი ინფორმაცია და ასე შემდეგ მისამართი, რომელიც სხვადასხვა კიბერ მიზნებისთვის შეიძლება გამოიყენებოდეს. მეოთხე, გვაფრთხილებენ, რომ დღევანდელ ეპოქაში, სადაც ხელოვნური ინტელექტი ძალიან განვითარდა
გარდა ძალიან დიდი რისკებია, რომ ამ ინტერნეტში გავრცელებულ ფოტო-ვიდეო მასალას გაუკეთდეს რედაქტირება. კი, თვითონ ხელოვნური ინტელექტი წაიღებს, დაამუშავებს, გამოიყენებს სხვადასხვა მიზნებისთვის, სხვადასხვა ცდებს ჩაატარებს და ასე შემდეგ და არ ვიცით სად რა დაგხვდება და ბოლო ყველაზე ისეთი საფრთხის შემცველი რაც არის და ცუდი ეს არის უკვე როდესაც ამ ფოტო-ვიდეო მასალას იყენებენ დანაშაულებრივი მიზნებისთვის, აი როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, თაღლითური მიზნებისთვის, სხვადასხვა პლატფორმებზე შეიძლება განთავსდეს ბავშვთა პორნოგრაფიაში იქნეს გამოყენებული და ასე შემდეგ და კატეგორიული გაფრთხილებაა სხვათა შორის რომ და მოწოდება ექსპერტების რომ არც ერთ შემთხვევაში არ გავაზიაროთ ისეთი ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ბავშვი შეიძლება სრულიად უნებლიად იყოს შიშველ მდგომარეობაში, არ იყოს სრულად ჩაცმული და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ძალიან დიდი საფრთხეებია რომ ამას აი სხვადასხვა ცუდი მიზნებისთვის გამოიყენება. და აი ბოლოს აი რა რჩევა შეიძლება მივცეთ როგორც მშობლებს, ასევე ეხლა რასაც თქვენ საუბრობდით, აზრი გამიჩნდა, როდესაც დავუშვათ ვათვალიერებ ხოლმე ამა თუ იმ პლატფორმას. ხშირად თავად ბავშვებიც, აი რაღაც თინეიჯერები ესე ეგრეთ წოდებული, თავიანთ რაღაც ფოტოებს უხამსზე არ ვსაუბრობ. უბრალოდ რაღაცა ცოტა გამომწვევ ფოტოებს დებენ ხოლმე, განსაკუთრებით გოგოებს ჩემი აზრით, მსგავსი მიმართულება მშობელმა უნდა აკონტროლოს. ყოველ შემთხვევაში აი რა რჩევა შეიძლება მივცეთ როგორც მოზარდებს, ასევე მშობლებს და გავაფრთხილოთ რა რისკი. კი ბატონო, რჩევა არის შემდეგი, რა თქმა უნდა, ციფრულ სამყაროში ვერ იქნება ინტეგრირებული ადამიანი, ისე რომ რაღაც კვალი არ დატოვა და რაღაც 100%-იანი ბალანსის დაცვა არის შეუძლებელი, მაგრამ უნდა ვეცადოთ დავიცვათ ბალანსი, რა გავაზიაროთ და რა არ გავაზიაროთ. პირველი რჩევა არის ის, რომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გავაზიაროთ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია. მათ შორის, ნახეთ, უკვე ძალიან ხშირად ხდება ეს, რომ ადამიანები სახლში გადაღებულ სურათებს აქვეყნებენ, ხო? საკუთარი აი ოჯახიდან, საკუთარი სივრციდან, რომელზეც ძალიან ბევრი რამე ჩანს. აი ამაზე ხალხი არ ფიქრობს, მაგრამ იმ სურათებში შეიძლება ჩანდეს ძვირადღირებული ნივთი, რომელიც სახლშია განთავსებული, სხვა რაღაცა მნიშვნელოვანი, რომელიც რა თქმა უნდა ინტერესის საგანი ხდება, ხო? ხშირად არის, როდესაც ოჯახი მიდის დასასვენებლად და ყველა აზიარებს, რომ ერთი კვირით წავედით თურქეთში და სახლი რომ უმეთვალყურეოდ არის ამ დროს დარჩენილი, ამაზე არავინ არ ფიქრობს, ხო? მაგრამ როცა ინფორმაციას ვაწვდით საჯარო სივრცეში, სად ვართ, რას ვაკეთებთ, რას საქმიანობთ, ამის უკან ძალიან ბევრი საფრთხეები არსებობს, რომელიც შეიძლება სხვისი ინტერესის საგანი გახდეს. მეორე რჩევა არის ის, რომ არც ერთ შემთხვევაში არ გავაზიაროთ ისეთი ფოტომასალა ან ვიდეომასალა, რომელიც შეიძლება იყოს დამამცირებელი, რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ეჩვენებოდეთ ეს თვითონ მშობლებს, მოზარდებს ან ბავშვებს და მესამე ძალიან საინტერესო რჩევა, რადგან ეს ციფრული კვალის დატოვება სახეზია და ეს პრაქტიკა არსებობს, პერიოდულად შევიდეთ ჩვენ სოციალურ ქსელებში და სადაც გვაქვს ამის შესაძლებლობა და წვდომა, წლების წინ რაც განვათავსეთ, ეტაპობრივად წავშალოთ, სადაც ბუნებრივია გვაქვს ამის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ეს ციფრული კვალი არ დავტოვოთ. არ დავტოვოთ. ძალიან დიდი მადლობა. ბავშვები და სოციალური ქსელები. აი ამ თემაზე ვსაუბრობდით ჩვენ ადვოკატთან ზაზა დათუკიშვილთან ერთად. ძალიან საინტერესო რჩევები მივიღეთ. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. მადლობა თქვენ და წარმატებებს. და აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მშობლებმა ეს ყველაფერი ზუზუნ. ნამდვილად არ შეიძლება ყველაფრის სოციალურ ქსელში გადმოტანა და მართლა ბავშვების, აი ძალიან ბევრი ჩემი მეგობარიც, აი ზრდიან სოციალურ ქსელში ამ ბავშვებს. არ ვიცი, არაფრით არ შეიძლება. მე მაინც მგონია, რომ ეს პირადი სივრცე უნდა ყველამ დაიტოვოს. შეგვიძლია ავტვირთოთ, ოღონდ არა სახალხოდ, ჩვენთვის დავიტოვოთ და რაღაც არქივი გავაკეთოთ.